ძალიან ბევრი რამეზე ისაუბრა გიორგი ბაჩიაშვილმა, ახალი დეტალები გახდა საქმიდან ცნობილი. გაირკვა, რომ ბაჩიაშვილს მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყეს ბაჩიაშვილის წინააღმდეგ, ბიძინა ივანიშვილი მას შეეხმიანა, შუამავალი გაუგზავნა და ამ შუამავალმა მიუტანა წერილი, სადაც ბიძინა ივანიშვილი მას აშანტაჟებდა გარკვეულწილად, რომ შეწყვეტდა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნას იმ შემთხვევაში, თუ ყოველთვიურად კრიპტოვალუტას გადაუხდიდა, საწყისი თანხა იყო 5,000 და ამის შემდეგ უნდა დამატებულიყო და გაზრდილიყო ყოველთვიურად ეს თანხები. როდესაც ამ თანხებზე, ამ გარიგებაზე და შეთავაზებაზე მან თანხმობა ვერ მიიღო, ამიტომ გრძელდება ახლა, როგორც ბაჩიაშვილი ამბობს, მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა. გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, სპეციალურად მიუგზავნა ივანიშვილმა მას ეს კონკრეტული პირი, წარმომადგენელი მისი, ეს არ ყოფილა რომელიმე მაღალჩინოსანი, როგორც ბაჩიაშვილი ამბობს და ცდილობდა ამ გზით გამოეძალა მისთვის თანხები, რომლის მითვისებაცაც ვითომ და მას ედავებიან, თუმცა მას შემდეგ, რაც ბაჩიაშვილისგან თანხმობა ვერ მიიღო, ამის შემდეგ სასამართლოში დაჩქარდა პროცესები მის წინააღმდეგ. შემეძლო ჩუმატყოფნა და მე შემეძლო ივანიშვილთან გარიგებაზე წასვლაზე, მაგრამ უარი ვთქვი ამაზე და ეს აქამდე არ გამიცხადებია. ივანიშვილმა თავისი წარმოადგენლის მეშვეობით გაუმიგზავნა წერილი, სადაც ჩემი თავისუფლების საფასურად ითხოვს დიდძალ რაოდენობა კრიპტოვალუტას. პირდაპირ მითითებულია, რომ თუ დროულად არ დავაბრუნებ ამ კრიპტოვალუტას, ზდადი გრაფიკი არის მითითებული. კრიმინალური შოჩი კი ჩამირთვა, ასე ვთქვათ, ივანიშვილმა. და პატიმრობის მუქარა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი, ეს სპექტაკლი, რასაც დგავთ, არის პოლიტიკურად მოტივირებული და გამოძალვა, პირდაპირ გამოძალვა არის ეს. ესწრებოდა წინა ხელისუფლებაში და ეს გრძელდება ახლაც პირდაპირ ოფიციალურად ამ სასამართლოს კედლებში. მივა თუ არა და გამოცხადდება თუ არა საქალაქო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილი, რადგან საქმეში ის არის დაძარალებული, სწორედ მისი ჩვენების საფუძველზე დაიწყეს ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა. თვითონ გიორგი ბაჩიაშვილმა დღეს მოსამართლეს მიმართა და უთხრა, რომ იცის, რომ იქნება ზემოქმედება, ზეწოლა მასზეც და ბიძინა ივანიშვილი მაქსიმალურად შეეცდება, რომ საქალაქო სასამართლოში ბაჩიაშვილის პირისპირ დაჯდომისგან თავი შეიკავოს და ბაჩიაშვილს მოსამართლეს ბაჩიაშვილმა ისიც უთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა სამედიცინო ცნობებიც კი გააგზავნოს, სხვა შემთხვევაში ასე გაუკეთებია, როდესაც მის წინააღმდეგ საერთაშორისო დონეზე სასამართლოებში დავა ყოფილა და მოუმიზეზებია, რომ მაგალითად ფრენა არ შეუძლია და ვერ მივა. როგორც ბაჩიაშვილი ამბობს, ივანიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები ნამდვილად არ აქვს, ის ვალდებულია, რომ საქალაქო სასამართლოში გამოცხადდეს და იმედი აქვს, რომ მის პირისპირ დაჯდება, თუმცა დარწმუნებულია, რომ ამის შესაძლებლობას ბიძინა ივანიშვილი გამოიყენებს გავლენას პროკურორზე სასამართლოზე და მაქსიმალურად შეეცდება, რომ თავი აარიდოს სასამართლოში მისვლას. ჩვენ დავინტერესდით, ვკითხეთ ასევე პროკურორს, მოვა თუ არა ბიძინა ივანიშვილი, რადგან ხვალიდან უკვე მტკიცებულებების გამოკვლევა იწყება სასამართლოში და შესაბამისად პროცედურულად ხდება ასე, რომ დაზარალებულს უსმენენ პირველ ეტაპზე. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს ვიხილავთ თუ არა ხვალ სასამართლოს ხდომაზე, პროკურორს ამაზე კონკრეტული პასუხი არ აქვს, ან ხომ არ აქვს მაგალითად ივანიშვილისგან ინფორმაცია, ურჩევია თუ არა დისტანციურად ჩაერთოს მაგალითად, პროკურორს ამ კითხვებზე კონკრეტული პასუხი არ გაუწია. დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ სრულიად უდანაშაულო ადამიანი. საერთოდ ამ დარბაზში არ უნდა ვიმყოფებოდე. ზუსტად ისევე, როგორც ძალიან ბევრი სხვა ახალგაზრდა, რომელიც დღეს ამ დარბაზებში არ უნდა იმყოფებოდეს. ველოდები, როდის ამ შენობაში ჩემს წინაშე წარდგება ივანიშვილი, რომ პირადად მისი აკყოფნის დროს დავამტკიცო, რომ ეს ყველაფერი არის მისი ფაბრიკაცია. მაგრამ ივანიშვილს ეშინია ნებისმიერ სასამართლოში მოწმედ დაკითხვაც კი. მე ამის პირადი გამოცდილება მაქვს. არც ბერმუდის სასამართლოში, არც სინგაპურის სასამართლოში. მან ყველაფერი იღონა. ექიმების ცნობები აწერია, ვითომ მისთვის ფრენა არ შეიძლებოდა, როცა მასთან ნაფრენი ვიყავი რამდენჯერმე შვეიცარიაში. ოღონდაც იქ არ მისულიყო და არ გამოჩენილიყო. იმ სასამართლო პროცესებში, რომლებშიც ის მართალი იყო. შესაბამისად, აქაც დარწმუნებული ვარ, პროკურორიც და თვითონ ივანიშვილიც ყველანაირ ზეწოლას განახორციელებენ, მათ შორის სასამართლოზეც, რომ ის აქ არ გამოჩნდეს და სამწუხაროდ სასამართლო ვერაფერს ვერ იზავს.
და დაემორჩილება ივანიშვილის ნებას. თქვენ როგორც მოსამართლემ უნდა უზრუნველყოთ ივანიშვილის აქ გამოჩენა. ის იმყოფება საქართველოში, მას არ აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობის რაიმე პრობლემა და არც ჩართვა არ უნდა მოხდეს. უნდა მოხდეს აქ შემსპირისი მისი წარდგენა. ამ სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხება აბსოლუტურად ყველა, ვისაც აქვს არსებითი ხასიათის ინფორმაცია და ბუნებრივია ამ განმარტებებს მისცემს. მათ შორის შესაძლოა პირველ სასამართლოში თუ დისტანციურად დაიკითხება საერთო წესების დაცვით. ყველა დაიკითხება საერთო წესების დაცვით. მტკიცებულებების გამოკვლევა მტკიცებულებების გამოკვლევა ხვალიწება, შესაბამისად ეს ხდომა ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში საჯაროა, აქედან გამომდინარე ყველას მოусმენ. როზე ისაუბრა. თუ დისტანციურად ჩა როგორც გითხარით, საერთო წესების დაცვით აბსოლუტურად ყველა დაიკითხება წესების დაცვით. როგორც ბაშჩიაშვილმა სასამართლოს ხდომაზეც აღნიშნა, მან კარგად იცის როგორ ხდება ასეთ საქმეებზე ივანიშვილისგან დავალებების მიღება. მან თქვა, რომ შეხვედრების დროს, როდესაც ივანიშვილთან მიდიოდა, ხვდებოდა მასთან გენერალური პროკურორი, სასამართლო კლანის წარმომადგენლები, მოსამართლეები, სასამართლოების თავმჯდომარეები და უნახავს, როგორ იღებდნენ ისინი დირექტივებს. შესაბამისად, ბაჩიაშვილი თვლის, რომ რადგან მისი საქმეთ არის პოლიტიკურად მოტივირებული, დირექტივები არის ივანიშვილისგან ივანიშვილი არის ამ საქმის პროკურორის, მოსამართლეს გადაწყვეტილების მიმღებით და ამბობს, რომ ამ დავას ასე არ დატოვებს, მათ შორის წაიღებს და იდავებს საერთაშორისო სასამართლოებში და თვლის, რომ მაშინ, როდესაც ეს რეჟიმი დასრულდება, მაშინ ყველა პასუხისმგებელ პირს მოუწევს რეალურად სამართლიანი სასამართლოს წინ წარდგომა. მარადიული არაფერია და ეს ხელისუფლებაც წავა, როგორც წინაური ხელისუფლება წავიდა. და პირდებით რომ ამ რეჟიმის ყველა უდანაშაულო პატიმრის სახელით ბოლომდე მივიყვა ამ ბრძოლას საქართველოს სასამართლოებშიც და საერთაშორისო სასამართლოებშიც. მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ამ რეჟიმის ყველა ჯალათი ბატონო პროკურორო, ძალიან გთხოვთ თვალებს შეუმხედეთ. ამ რეჟიმის ყველა ჯალათი სათანადო პასუხისმგებაში მიეცეს. მოგიწოდებთ, რომ უარყოთ ყველა ეს უსაფუძვლო ბრალდება და ამ ეტაპზე, პირველ ეტაპზე მომიხსნათ ის დროებითი სანქციები, რომელიც უკვე 2 წელი არის, მაქვს ჩემს წინააღმდეგ გამოიყენება. 2 წელია ვერ გავმართავ, ყადაღაადებს ჩემს ქონებებს, ვერ გავკარგავ ჩემს ბიზნესს. ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული. ახლა მინდა მიმართოთ საქმის პროკურორს, ბატონო თქვენ უკვე 2 წელია ამ საქმეს ხელმძღვანელობთ. გქონდათ ყველა დრო და ყველა საშუალება, რომ გამოგეძიათ ყველაფერი, მიგიღოთ ყველა ინფორმაცია, ყველა მტკიცებულება, ყველა საბუთი. მაგრამ როგორც ჩანს, სიმართლეზე მნიშვნელოვანი ზემოდან მიღებული დავალება არის. მე პირადად ვარ მოწმე, მსგავსი დავალებები როგორ გაიცემოდა, რა სიხშირით და როგორი რაკომუნიკაცია ანდედი ბოდიში, მაგრამ ამ დონეში საუბარს კომუნიკაციაში არ შეხვდეთ კომუნიკაციაში უბრალოდ სამართლებრივ ფარგლებს დაუბრუნდეს ბრალდებული, მაგრამ სამართლებრივ ფარგლებში მე ჩემ გამოცდილებას ვსაუბრობ. ამავე თუ არა საქალაქო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილი და დაჯდება თუ არა ბაჩიაშვილის პირისპირ, ეს არის ახლა მთავარი კითხვა, რადგან მომჩივანი და დაზარალებული ამ საქმეში არის ივანიშვილი და მან უნდა მისცეს ოფიციალურად ჩვენება მოსამართლეს, უნდა თქვას რა ზედავება ბაჩიაშვილს, რატომ თვლის, რომ ის დაზარალდა. შესაბამისად ხვალ გაგრძელდება მტკიცებულებების გამოკვლევა და არ არის გამორიცხული, რომ მომდევნო დღეებში უკვე დადგეს იმის საჭიროება, რომ ივანიშვილმა რაიმე სახის, რაიმე ფორმით ჩვენება მისცეს სასამართლოს.